ჩვენ დავბრუნდით, ეთერშია კომუნიკატორი და შემოგვიერთდა ჩვენი სპეცრეპორტიორი დაჩი ჩუაიძე, დაჩი გამარჯობა. მოგესალმებით. გამარჯობა. მილვინებაში იყავი. Road movies იღებდი ხო? მოგიყევი. სად იყავი? რა ხდებოდა? ვისახდი კი ვთქვით, რომ Young Georgian Lolitas. შენგან უფრო მოკლედ გამორჩეული განსაკუთრებული ჯგუფი საქართველოს ისტორიაში, ახალგაზრდა ქართველი ლოლიტები. დარწმუნებული ვარ, ყველა მიცის და ზედმეტი წარდგენა არ ჭირდება ჩემი მხრიდან. კვირას მათ დაუკრეს ბათუმში საახალწლო კონცერტზე, თუმცა მე კონცერტის გასაშუქებლად არ წავსულვარ და ამიტომ ჩემი რეპორტაჟში კონცერტს ვერ იხილავთ, თუ ეს გაინტერესებდათ. მე უფრო მაინტერესებდა როგორ ცხოვრობს ეს ჯგუფი, როგორები არიან ყოველდღიურობაში სცენის გარეთ, შიდა სამზარეულოში ჩავიჭყიდე და ჩავიხედე, ბევრი კარგი რამე გავიგე, რაღაც წარმოდგენები შემეცვალა დადებითისკენ უფრო. ლეგენდები ცხოვრობს. ხო, რაღაცა ბავშვობის ლეგენდები ქონდა. პრინციპში ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, მართლა გულწრფელად ვიძახი, რომ ბავშვობაში როცა ამ ჯგუფს usmenდი, უცბად მომიწევდა მათთან ერთად რაღაც ერთ ტერიტორიაზე ცხოვრება და მოგზაურობა. თუმცა იცურა კიდევაც მათთან ერთად, როგორც ვიცი. თითქმის. მათ იცურეს უფრო და მე ვიღებდი მათ ცურვას. რაც შემიძლია თქვა ერთადერთი კონცერტის შესახებ, მაინც რომელიც არ არის ჩემ რეპორტაჟში. მე პირადად მქონდა მოლოდინი და ალბათ ყველას პრინციპში ვინც ამ ჯგუფს იცნობს, რომ გამოხმაურება დიდი მოყვებოდა ბათუმში მათ გამოსვლას, თუმცა მოხდა აბსოლუტურად საპირისპირო, რამაც გამაოგნა. ჩემი დაკვირვებით სამწუხაროდ ბათუმელმა მსმენელმა არ იცის ეს ჯგუფი, იმიტომ რომ მათ არც ერთ სიმღერას, რომელიც შეასრულეს, ელემენტარულად ტაშიც კი არ მოყოლია მაყურებლის ჟანრის მსმენელი მოვიდა. ალბათ უფრო იმიტომ, როგორც თვითონ ჯგუფიც მეუბნება, ალბათ უფრო იმიტომ, რომ აი ესეთი ტიპის კონცერტზე ეს ხო არ იყო მხოლოდ ლოლიტების კონცერტი, სხვადასხვა ჯგუფებიც უკრავდნენ აქ, ესეთი ტიპის კონცერტზე გამიზნულად მსმენელი ვერ მოვა, იმიტომ რომ ხა, როდესაც ისინი კონცერტს ატარებენ თბილისში, სხვადასხვა კლუბში და სცენაზე გამიზნულად მიდის მაყურებელი, ანუ მსმენელი, მათი მსმენელი მიდის გამიზნულად, მას მოსასმენად და შესაბამისად ყოველთვის ანშლაგია და კარგად ვიცით პრინციპში რაც ხდება. და იქ აბსოლუტურად საპირისპირო იყო, ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ ესეთ რაღაცას მართლა არ მოველოდი და ანუ არ ჩადიან ხშირად ბათუმში, არ მართავენ კონცერტებს არა, ხშირად არ ჩადიან. იქნება რეკლამის და იმის ბრალი იყო, თქვა არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ არ ვიცი, იცი რა არის, არაფერი არ ჭირდება პრინციპში ესეთ ჯგუფს, კარგ მუსიკას, როცა გესმის კარგი მუსიკა, შენ შეგიძლია რომ დაუკრა ტაში და გაგიხარდეს. როცა არ გესმის კარგი მუსიკა, შეგიძლია არ დაუკრა. თუმცა არის ალბათ პოპულარიზაციის ბრალი და იმის ბრალიც, რომ ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა სხვა ჟანრის მუსიკას და არა ალტერნატიულ მუსიკას. შეეშალათ და ვიფიქრეს, რომ ალბათ ელექტრონული მუსიკის ჩამოვიდა ვიღაცა და ამ დროს დახვდა ლოლიტები. ან არაელექტრონული ყველაფერი ვფიქრობ წელს. ალბათ ამ ჟანრობრივი შეიძლება, იმიტომ რომ როგორც ვიცით და როგორც უკვე ჩვენ მაყურებელმაც კარგად იცის, Young Georgian Lolitas-ი წარადგენს საქართველოს ევროვიზიაზე. ევროვიზია კი ვიცით რაც არის, ამიტომ აღარ ახსნი. მოკლედ ამ ჯგუფს დაუსვი ბევრი საინტერესო კითხვა, მქონდა ძალიან არატრადიციული ინტერვიუ, რაც მე თვითონაც ძალიან მომეწონა და მათაც როგორც აღმოჩნდა. ორ ნაწილად მაქვს დღევანდელი რეპორტაჟი, მოდით ნახოთ პირველი სეგმენტი და შემდეგ დავბრუნდეთ. ჩვენ გავაცნოთ მაყურებელს ლოლიტები. ჩართოთ ფირი. ესე მგზავრობენ ლოლიტები. გარკვეული ვარ, ეს არავის არ ქონდა ნახე ტელეეთერით. დამხიარული ჯგუფია, მინდა აღვნიშნო. ტრეკლის სამზადებენ. ახალიში. რა იყო ახალი? რა ქვია ახალოს? ახალი. ხო და მაშინ გუშინ 11-ში დავუკარეთ, საათი დავუკარეთ, ეს უნდა გვეყოს. ერთის დავამატოთ რა. არ არის, როგორ უნდა დავამატოთ ლეპტოპი? გაიხსენეთ სიმღერები, რომელია? მე მგონი 8 სიმღერა ფესტივალისთვის საკმაოდ. ხო რა ანეკდოტას მოვყვები შუაში. არა, უბრალოდ საკარგია. სასტუმროში ვარ ხომ? იხდება მაყურებელი. კრევი უყვართ. როგორ წავიდეთ? ეს ვინც ეს კაცი? როკის რომ ამზადები.
ეს არის sound check-ი. ხმა იყო ნამდვილად კარგი, მათაც აღნიშნეს. რა ტერიტორიაზე გაიმართა ხოლმე? როგორ არ მახსოვს. ევროპის მოედანზე, ერას მოედანზე. ხათაშორის წლების წინ ბევრად უფრო ხშირი იყო რეგიონული კონცერტები მახსოვს ნამდვილად. უბნებშიც კი იმართებოდა თბილისში, გარე უბნებში ასეთი ჯგუფების კონცერტები, რაც საწყენიერი სამართლება. ხო, ნამდვილად კარგი იქნება, არის იანგ ჯორჯია ლოლიტასის შიდა ჯგუფი გრუპა ეს ამას чтоб не порвалось. საქმე არის სისხლდივაში, სუსხიანი ძალიან. გინდათ კიდე ამის შემდეგ რომ დაუკრა ბათუმში? კი. რა, მე ხუთე თორ დაუკრავთ ალბათ მოეწონება. გააჩნია სად დაუკრავ, ხო? ხო, არა, გააჩნია სად დაუკრავ რა ხალხი არის, ხა კლუბში რა უკრავ, სხვა არის რა, შენ კონცერტზე მოდიან და ხა გარეთ ყინვაში ტიპები დგანან. არიცი რა უნდა. ახალწელს ალბათ ქუჩაში ისინი არ გვისმენენ ჩვენ. ო, აიგაც მართალია. ხო რა, ხა ხო იცი როგორც. აბსავიკები გადიან რა ეგრე გამოს. გითხარი, ხო? ჟანრობრივი გაუგებრობა იყო მეთქი, ეგრე ყოფილა. ეგრე ყოფილა. მე როგორ გაგრძელდა შენი road movie? არსებობს რაღაც მასალები, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავიდეს ეთერში, ამას პირდაპირ ვიტყვი და არსებობს რაღაცები, რაც არ გადამიღია და მხოლოდ ჩემთვის დავიტოვე პატარა რაღაც საიდუმლოებებად, შეიძლება ვთქვა. მქონდა, ანუ პარალელურად ჩემი ჰობი არის ფოტოგრაფია და რამოდენიმე საინტერესო ფოტოსესია მოვაწყე ჯგუფთან ერთად და როდესაც უკვე გავამჟღავნებ სურათებს, ნახავ რა გამოვიდა, ჯერჯერობით მეც არ ვიცი. ეს პირველი ნაწილი უფრო მოკლედ მათ გზას და მათ sound check-ს ეხებოდა. მეორე ნაწილი არის დატვირთული ინტერვიუთი. ყველაზე არატრადიციული და ჩემთვის პრინციპში ძალიან სასიამოვნოდ წარმართული ინტერვიუ იყო, ამას გამოვყოფ, იმიტომ რომ არც ერთ ჩემ რეპორტაჟში ესეთი დონის ინტერვიუ არ მქონია, რითაც ვარ ძალიან ბედნიერი. რას გულისხმობ ესეთი დონის ინტერვიუ? რა გულისხმობ და კითხვარი და იყო იჩვაიძის კითხვარი. იჩვაიძის კითხვა და ის. ანუ ჩავწერე ინტერვიუ ისეთ ლოკაციაზე, რომელზეც არასოდეს არ მიმუშავია და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში არავის არ ჩაუწერია ესეთ ჯგუფს ყოველ შემთხვევაში, ესეთი ტიპის ჯგუფს ინტერვიუ, ასევე მეორე ძალიან პარალელურად ანუ კიდე განსხვავებული ინტერვიუ გავაკეთე, ორი დღე ვიყავი მათთან ერთად. ბათუმში, მეორე დღეს უკვე ჯგუფს ორი წევრი გამოვაკლდა და წამოვიდა თბილისში, საქმეების და გამო და დავრჩით შემდეგ მე ნიკა და გიორგი. ბაკა მერთვება ხალხური სიბრძნით, აშერ გაგონოს ერთხელ ნანახი ჯობია. აუცილებლად, მეც ვეთანხმები ბაკას, მაყურებლის დაეთანხმება და ამიტომ უნდა ჩავხტოთ ფირი. ხალხის გადაღებები შენ პირადად Nevermind-ის ინსპირაცია ხო არ იყო? აუცილებლად გადაღება. დავიწყე გაკვრა სადღაც 14 წლის ვიყავი და ჩემ კლასელთან ერთად გავაკეთე პირველი ბენდი, რომელსაც ერქვა Mirror და უკრავდით ბიტლებს რა თქმა უნდა. ცირა არის, ადრე უფრო იყო გავლენები რა. რაღაც პერიოდი მე და ლეონ აგ Radiohead-ზე ვიჯექით და ნუ ალბათ ძველ ჩანაწერებსაც ეწყობა. მაგრამ ეხლა იცი რა არის, ეხლა უკვე გავლენები გაქვს, როიზდები, გავლენა გაქვს ყოველდღიური ცხოვრება. ხალხის მეშინია. მე მეშინია შიშის. ოღონდ მართლა. აი რომ მეშინია, იმის მეშინია. იცი რა, ძირითადად საგონება ნუ ეხლა ძირითადად ტექსტების ბაზარია, ხო? ცხოვრებისეული გამოცდილებაა რა. ძირითადად ქალები გვაწვალებენ და მაგაზეზე. იმდენი რა მომივიდა თავში ერთიანად რომელი ერთი 1000 ლარი ლევო. არა, პირველ რიგში მეორე ქევზი მომივიდა აზრად ეგრევე. მაგრამ ალბათ პირველ რიგში სიმშვიდეს ვინატრები მე პირადად. მე არაფერი არ მივიდა. მართლა ყველაფერი კარგად არის. მეც მშვიდობად მართლა ოღონდ მშვიდობა რომ იყოს ყველგან და ომი არ არსებობდეს და ისონე ნაღდა მართლა ხონუ რატო არის მე კაი დრამა მინდა აი ხო When I was a young boy
რაც მახსოვს ზღვასთან დაკავშირებული. მე ვიყავი პატარა, არ მახსოვს რამდენი წლის ვიყავი, ჩემს მშობლებთან ერთად მანქანით წავედით სოჩაში. და მახსოვს გზაში მოხარშო სიმინდი იყიდებოდა, მაგრამ მომწონდა. ერთ-ერთი საყვარელი მომენტი არის, როცა ჯგუფთან ერთად ვარ წასული, სადმე დასაკრავად და ერთად ვართ, იმიტომ რომ ყოველთვის მეგობრები ვართ ჯგუფში, ყველაზე ახლო და თანამოაზრეებთან ერთად კარგი დროს გატარება და საქმის კეთება ყველაზე კარგია. 1-2 წლის წინ მოხდი აქ ზამთარში, ვაფშე кайქებოდა 1-2-3 თვე რო ყოფილიყავ. აქ მინიმუმ ერთი კაი ალბომით ჩამოვიდოდი კაცში. არაფერი არ გაცდეს. მეგობრები არ არიან. და ძალიან კარგია ხანდა. სამუშაოდ ყოველ შემთხვევაში. This way, but it happened anyway. Შვენიერია, ნამდვილად საინტერესო პორტრეტი დახატე შენ Young George Lolitasi დიდი მადლობა ამისთვის. ერთი რაღაცა შემიძლია ვთქვა, ეს არის ჯგუფი, რომელთანაც აი ყოველთვის შემიძლია მუშაობა და ყოველთვის ვიცი რომ ძალიან მაგარი მასალა მექნება, ეს მათი დამსახურება, იმიტომ რომ მართლა მაგარი ჯგუფია. ძალიან კარგი. ევროვიზიის წინ როგორ არიან განწყობილნი ეს მაინტერესებს. ძალიან დადებითად. Peaceoners გავიგეთ რომ ემზადებიან ესეთი ამ ფორმატში ჩასაწოლებლები ეგეც გავიგეთ. სერიოზულად ემზადებიან ევროვიზიისთვის, ძალიან უხარიათ დაკმაყოფილები არიან იმით რომ ევროვიზიაზე დაუკრავენ. შეიძლება ეს მათი ფანებისთვის რაღაც უცნაური იყოს, პრინციპში მათთვის სრულად არ არის, იმიტომ რომ კარგი სცენაა და მოწოთ რა, იმიტომ რომ იმას აკეთებენ და ის უნდა გააკეთონ, რასაც აქამდე აკეთებდნენ. ანუ მათი მუსიკა და არანაირად არ შეიცვლება მათი მუსიკა და შესაბამისად მისასალმებელია ესეც. დიმა ოგანესიანზე გავიგეთ დრამერზე რომ ფობია აქვს აუზის თუ რატო იყო გარეთ დარჩენი. არ დიმას ვკითხოთ. შემდეგ ინტერვიუში ვკითხავ დიმას სპეციალურად. სხვა თუ არის რამე რაც ვერ მოხდა ფირში და თუ გინდა მოყვე ამ ჯგუფის შესახებ. არის რაღაცები რაც ვერ მოხდა ფირში. რამოდენიმე მოკლე ვიდეოს პრინციპში შეგვიძლია რომ დღესვე შევთავაზოთ ჩვენ მაყურებელს კომუნიკატორის გვერდზე უკვე. აუცილებლად კომუნიკატორის გვერდზე ინტერნეტის საშუალებით, იმიტომ რომ უბრალოდ ქრონომეტრაჟი არ გვაძლევს საშუალებას ყველაფერი იყოს და არის როგორც გითხარით, არის კიდე რაღაც ვიდეოები და რაღაც მოგონებები, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ მოხდება ფირში. დიდი მადლობა. ძალიან კარგი. ამ ჯგუფს ჩვენ არაერთხელ შევხვდებით. მე ეჭვი მაქვს ევროვიზიისკენ მიმავალ გზაზე.